კულტურის სამინისტრო მერიის წინააღმდეგ დაზიანებულია მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა. მიზეზი აბანათუბნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ინვესტორის მიერ მშენებარე სასტუმროა. სამშენებლო სამუშაოების დროს აბანოების რამდენიმე გუმბათი შეილესა. ოდიშარიას უწყება გამოძიების დაწყებას მოითხოვს და დაზიანებაზე მთელ პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებს, რომელმაც 8 თვის წინ მშენებლობაზე ნებართვა გასცა. რატომ არ ემთხვევა მერის პოზიციას თავად ინვესტორის განცხადება? ნახეთ დეტალები ირაკლი მამავალძის რეპორტაჟში. აბანოთუბანში სასტუმრო ძველი ბაქოს მშენებლობამ თბილისის ისტორიული ძეგლი დააზიანა. მე-18 საუკუნეში აშენებული გოგირდის აბანოს რამდენიმე გუმბათი აზერბაიჯანელმა ინვესტორმა ჯერ საშენი მასალით მოაპირკეთა, შემდეგ კი ისტორიულ ძეგლზე კონსტრუქცია დააშენა. გოგირდის აბანოს მფლობელები ამბობენ, რომ სასტუმროს მშენებლობას ქალაქის მერი გიგი უგულავა მფარველობს. ისტორიულად განსაზღვრული გუმბათები, აქეთ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ, თავიდან ბოლომდე იმალება და გარდა ამისა შენახულია საერთოდ ამ ისტორიული ძეგლის როგორც შენარჩუნების მომენტი, ისევე ის უკანონო მშენებლობა, რომელიც საფრთხეს შეედება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მიგვაღებინონ მონაწილეობა ამ სასტუმროს პროექტის განხილვაში, იმიტომ რომ შემოსულები არიან, დარღვეულია წითელი ხაზები, გადმოსულები არიან ჩვენ წითელ ხაზებში და მოახდინეს კონსტრუქციის დაშენება. ბრალდებებს ზედამხედველობის სამსახურში პასუხობენ. მათი თქმით, მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ, რის გამოც ინვესტორი 8000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა ქალაქის ძველობაში მშენებლობა ამ დრომდე არ შეჩერებულა. გორგოსტის ქუჩა ნომერ 3-ში SWE-ს მიერ უნებათო განხორციელებული შენობების რეკონსტრუქციის გამო ჩვენს მიერ იქნა დაჯარიმებული. აღნიშნული შეფასება. სასტუმროს მფლობელი აზერბაიჯანელი ინვესტორი ირწმუნება, რომ მშენებლობის ნებართვა მათ სწორედ ქალაქის მერიამ მისცა. პროექტი კი ქალაქის მერიის საიძე განათავსეს. ისტორიულმა საბჭომ და ქალაქის მერიამ ჩვენი პროექტი განიხილა, შემდეგ კი საბუთები გადაამოწმა. ჩვენ ყველაფერი წესრიგში გქონდა. ნებართვა ცხადია ისტორიულმა საბჭომ დაგთო, რის შემდეგაც ჩვენ მიმართეთ თბილისის მერიას, რომელმაც ნებართვა დაგვიდასტურა. აბანოთუბანში მომხდარს ვანდალურ ფაქტად აფასებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. მინისტრის პირველი მოადგილე მომხდარში ქალაქის მერიას ადანაშაულებს და მთავარ პროკურატურას ფაქტის შესწავლასა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. არის შესაძლებლობა თვით შესამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისაც კი, თუმცა ამას ისევ და ისევ დიდი მუშაობა დაჭირდება იურისტების მხრიდან და მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს ეს გამიზნული, რომ ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით ასეთი ვთქვათ პროცესი აღძრათ. ისტორიულ უბანში უნებართო სასტუმროს მშენებლობის გამო შესაძლოა სხვა ძეგლებიც დაზიანდეს. აზერბაიჯანელი ინვესტორი კი მშენებლობის შეჩერებას არ გეგმავს.